ვაგრძელებთ SQL-ის მონაცემთა ბაზების შესწავლას და ამ ვიდეოში უნდა ვისაუბროთ order by დალაგების შესაბამისი keyword-ის შესახებ და მოდით პირდაპირ დავიწყოთ უკვე თუ რამე ჩემ წინა ვიდეოებს უყურეთ უკვე წარმოდგენა გექნებათ რა ხდება და როგორ ხდება თუ არ გიყურებიათ აღწერაში ნახავთ ყველაფერს და წინა ვიდეოების რომელსაც და ამიტომ გადახედეთ იმას თუ არა და ჩვენ პირდაპირ გავაგრძელოთ ნახოთ order by რა არის და როგორ გამოიყურება და რის საშუალებას იძლევა. როგორც ყოველთვის გადავიდეთ ჩვენს Visual Studio Code-ში და SQLite 3-ის გამოყენებით long list db ავირჩიოთ და შევიდეთ გავხსნათ ეს მონაცემთა ბაზა. და ახლა მოდით გავაკეთოთ ასეთი ამოცანა დავისახოთ ჩვენ, რომ ამოვიღებთ წიგნების სათაურებს და რეიტინგებს, ოღონდ დალაგებული უნდა იყოს წიგნების რეიტინგების მიხედვით ეს ჩვენი ასე ვთქვათ წიგნები და თან შევზღუდოთ 10 წელი წიგნი ამოვიღოთ. Top 10 წიგნი ამოვიღოთ. ეს იყოს ჩვენი ასე ვთქვათ მიზანი. მოდით ნახოთ ამას როგორ მივაღწევთ. Select title rating okay ჩვენი არის from აქ რამე განსაკუთრებული არ ხდება long list ჩვენი არის და შემდეგ უკვე აი აქ ხდება თავარი ასე ვთქვათ ჯადოქრობა უკვე აქ order by აი ასეთი რამ შეგვიძლია დავწეროთ order by დაალაგე რაღაცით order by rating ნიშნავს დაალაგე რეიტინგით ხო ამ შემთხვევაში order by rating okay და შემდეგ უკვე limit limit-ი შევაძლო ამ ხაზზე დაგვეწერა ან არ დაგვეწერა ამ ხაზზე და შემდეგ ხაზზე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. ანუ top 10 limit-ი გახსოვთ ერთ-ერთი პირველი ლექსიიდანაც სავარაუდოდ გაგვეთილდა. გავუშვათ და როგორც ხედავთ ამოვიღეთ აი ის ინფორმაცია რომელიც ჩვენ გვინდოდა მაგრამ რაღაცა პრობლემა აქვს თუ დააკვირდებით აი ამ ჩვენს ratings. Rating-ი მე გითხარით top 10 თქო. მაგრამ აი აქ როგორც ხედავთ ყველაზე დიდი რიცხვი rating-ში რომელსაც აქვს აი 3.42 პირიქით ყველაზე ქვემოთ არის. და ამ რეიტინგში, ამ კონკრეტულ იმაში ყველაზე პატარა რომელსაც აქვს, ის ყველაზე ზემოთ არის, ხო? ანუ ფაქტობრივად შებრუნებულია. რეალურად ეს აკეთებს ესე order by ალაგებს თუ რიცხვებია, ალაგებს ნაგულისხმევად default ნიშნულობით ალაგებს ზრდადობით. ან თუ მაგალითად რაღაცა ტექსტია, ტექსტის შესაბამისი ველია, ამ შემთხვევაში ალაგებს ალფავიტის ანბანის მიხედვით. Okay? მოდით ახლა ვნახოთ როგორ შეიძლება ამის ცვლილება. გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, ისევ იგივე select-ი ავიღოთ. ამასთან ერთად ისევ order by ავიღოთ, უпростоრად from მივუთითოთ ჯერჯერობით და მერე ისევ order by ავიღოთ. ოღონდ ამ შემთხვევაში order by rating ხო მივუთითეთ დაალაგე რეიტინგის მიხედვითო და შემდეგ სანამ limit-ს ვეტყვით, მანამდე აი ასეთი ცოტათი უცნაური DESC რომელიც იკითხება, რომელიც არის აბრევიატურა descending, ანუ დიდიდან პატარასკენ კლებადობით. ეხლა ზრდადობით არის დაალაგებული რეიტინგის მიხედვით და ჩვენ გვინდა კლებადობით, ანუ დიდიდან პატარასკენ წამოვიდეს, ხო? გავუშვათ და უკვე მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვინდოდა, ანუ top 10 რეიტინგის მიხედვით top 10 წიგნი. შვენიერი. ამას გარდა ჩვენ კიდევ ერთი რაღაც შეგვიძლია ვაჩვენოთ, ასე ვთქვათ, order by-სთან მიმართებაში. მოდით ნახოთ ახლა როგორ შეიძლება არა მხოლოდ descending-ით დავალაგოთ რეიტინგის მიხედვით, არამედ თან რეიტინგის და თან vote-ების მიხედვითაც დავალაგოთ vote-ების რაოდენობის მიხედვით. ამიტომ მოდით ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რეიტინგი ავიღოთ და ასევე დავუმატოთ votes, ანუ ხმების რაოდენობა. და შემდეგ long list-იდან ავიღოთ ეს და შემდეგ აი აქ order by-ის შემთხვევაში ხო აქვს აქ order by rating ეს ამოწამშალა DEC აი ესე და ასევე შეგვიძლია აქ ძიმე დავსვათ, ანუ order by და რამდენიმე ველი შეგვიძლია ჩამოთვალოთ როგორც ხედავთ, რადგან ძიმე დავსვით, ხო? შესაბამისად
აი აქ შეგვიძლია ჩაუწეროთ votes. D is C. ასევე descending, ასევე კლებათობით vote-ისთვისაც. და შემდეგ უკვე შემდეგ ხაზზე დავწერო, რომ მინდა რომ დაალიმიტოს 10-ით, ანუ 10 ჩანაწერი მაჩვენოს. და მოდით ახლა აი ამას დავაკვირდეთ. ანუ რეალურად თუ vote-ების მიხედვით დავალაგებდით, მხოლოდ მაშინ აი ეს 16000 რაღაცა კი შეიძლება აღმოჩენილიყო ზემოთ, მაგრამ უფრო დიდი შანსია რომ აი ეს 22000 რაღაცა აღმოჩენილიყო კიდევ უფრო ზემოთ, ხო? მაგრამ პირველი პრიორიტეტი ენიჭება რეიტინგს. აი რეიტინგის მიხედვით არის დალაგებული და შემდეგ უკვე რეიტინგის პრიორიტეტი თუ არარელევანტური ხდება, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ბოდიში ლაგდება უკვე არა რეიტინგის, არამედ vote-ების მიხედვით. და ამის ძალიან ესე თქვი, მკაფიო მაგალითია, რომ ეს ვნახოთ, რომ ეს ნამდვილად მართლა ესე მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ აი ამას 4-14 რო აქვს რეიტინგი და ასევე ამას, ისევე 4-14. ნახეთ, ორივეს ერთნაირი აქვს და აი აქ უკვე ორივეს ერთნაირი რო აქვს რეიტინგი. ამაში ზემოთ რომელი უნდა მოხვედრილიყო, გადაწყვიტა უკვე აი ამ ნიშნულობამ 23000 vote აქვს ამას და 7000 აქვს ამას, შესაბამისად 23000-მა გადაწყვიტა, რომ 4.14-იანებიდან 23000 vote-იანი უნდა მოხვედრილიყო ზემოთ. იგივე ხდება აი აქაც 4.1-ისა და 4.1-ის შემთხვევაში 8000-ხმიანი უფრო ზემოთ აღმოჩნდა, ვიდრე 323-იანი. ანუ რეალურად როდესაც ვალაგებთ რეიტინგისა და vote-ების მიხედვით, აი პირველი რაც წერია, იმას აქვს პრიორიტეტი და ჯერ იმის მიხედვით ლაგდება და მერე უკვე შემდეგი მეორე პრიორიტეტია, უკვე შემდეგი ველი ამ შემთხვევაში vote-ების ველი. მშვენიერი. ეხლა გადავალთ კიდევ ერთ საკითხს გავარჩევთ და მერე ჰარვარდის ასე ვთქვათ, ამ თავს, პირველ თავს ჰარვარდის კურსის მოვრჩებით და დავალების გაკეთების საშუალებაც გექნებათ, რაც ძალიან სახალისო იქნება ჩემი აზრით და ძალიან ესე ვთქვათ, მიხარია რომ მაგ მიმართულებისკენ მივედით უკვე ამ თავს ვასრულებთ. მშვენიერი.